მოგესალმებით. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ რასიზმთან დაკავშირებული ერთ-ერთი წიგნი წავიკითხე კიდევ. მე ძალიან ვეხები ამ თემას, ძალიან ბევრი წლის წინ დავიწყე ამით დაინტერესება, ფილმები თითქმის, რავი, ალბათ ყველა მაქვს ნანახი და ეხლა გადავედი წიგნებზე. ეხლა წარმოგიდგენთ დაბრუნება ია ჯასი. ეს არის ერთ-ერთი მძიმე წიგნი, რომელიც მოგვითხრობს დაახლოებით როგორ გითხრათ, გავს ჩვენს ცხოვრებას საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც სტალინის მიერ ქართველი ხალხი გადასახლებაში მიდიოდა და ოჯახებს აშორებდნენ, ასევე იყო ეს, ოღონდ ეს უფრო მძიმე იყო რასიზმი, როდესაც იპარავდნენ ფერადკანიანებს, ინგლისელები და ამერიკელები და მონებად ყიდიდნენ. ეს როგორ გითხრათ, წამებაზე მეტი თუ არსებობს რამე არის ის, რაც მე ამ წიგნში წავიკითხე, წინა წიგნი მორჩილება იყო და ცოტა მოთელვა გავაკეთე გონების და ვიცოდი რა მძიმე საკითხავი მელოდა, ამიტომაც ვისაც გაინტერესებთ დრამა და რასიზმი, საიდან მოდის ამერიკელების სიძლიერე, როდესაც ხალხი გარბის ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკა არის ერთ-ერთი ნომერ პირველი, იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ ეს არის მეტწილად ფერადკანიანების დამსახურება, მაშინდელი მონობის და იმათმა მოიყვანეს დღეს ამერიკა, იქამდე საითაც მივილტვით და სურს ვიყოთ. აუცილებლად წაიკითხეთ, თუ თქვენი ინტერესის სფეროა, თუ თქვენ ეს თემა არ გაინტერესებთ, არ მოგეწონებათ და ტყუილა არ მოწდეთ. თუ გაინტერესებთ რასიზმთან დაკავშირებული თემები, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.